რაც უფრო გავა დრო და ჩვენ ამას ვეუბნებოდით მათ. იმას შეიძლება ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენთან ხო ესე უყურებენ, რომ თუ აკრიტიკებ, ესე რაღაცა პარტიის ან პოლიტიკის რაღაც ნაწილი ხარ. და ჩვენი ხო მტერი, ნუ ხო შეიძლება ძალიან დიდი მტერი ხარ, ან პატარა მტერი ხარ, ხა იქაც რაღაც გრადაცია, მაგრამ ჩვენი კრიტიკის მიზანი რა არის? ის რომ ეშველოს რაღაცა გაფუჭდა ძალიან სერიოზულად სიტუაცია, იმიტომ რომ როგორც არ უნდა ილაპარაკო პრობლემაა და ჩირქია მოცხებული და ქვეყანას რეპუტაცია რეალურად შეელახა, იმიტომ რომ ახლა ამდენი ჩვენ ქართველები ვამბობდნენ საწყალი ქართველები მარტო არაფერია, მაგრამ ამდენმა გაზეთმა დაწერა კომისარმა თქვა ერთმა მეორე მესამე რეზონანსია და ისინი ისე კი არა ნიშნის მოგებით კი არა ამბობენ ამას. მე ვაკვირდები ყველა ცდილობს რომ გიბიძგოს რომ რაღაცა გააკეთე, რამე ქენით რა, ისეთი რომელიც გამოგიყვანთ რა მეტნაკლებად ამ სიტუაციიდან რომ თქვენ არ გააკეთეთ. გვაჩვენეთ ეს რომ თქვენი გაკეთებული არ არის. ან რაღაცა თუ მართლა ის კაცი გადავიდა, მაშინ გვანახეთ რაღაც მტკიცებულებები დაგვარწმუნეთ რომ მართლა გადავიდა საზღვარზე რა. ნუ ჯანდაბას რომ საზღვარი მორღვეულია და რაღაცა თქვათ, ხო რომ თურმე შეიძლება თან ერთხელ კი არ გადავიდა როგორც აზერბაიჯანის ხარ თქვა რომ სისტემატურად გადადიოდა და გადმოდიოდა. ნუ ეხლა ეს არ ვიცი ამას რა ქვია საერთოდ და მე ეხლა ძალიან იმაში ვარ, იცით აი ძალიან შეშფოთებული ვარ, იმიტომ რომ პასუხის არ გაცემა ადეკვატური ეს ნიშნავს ცუდ რაღაცებს რა. ნიშნავს იმას რომ ან არაფერი არ აქვს სათქმელი, ან ხელსაფარებ რაღაცას, ან უნარი არ აქვს რომ რაც არის იცი და არ ამბობ, ან არ ვიცი ეხლა რაღაცა ყველაფერი მერაბმა რაც თქვა ლაშა, აი იქიდან ხომ არ გამოვიდეთ და აი ამ კონტექსტში ხომ არ შეიძლება განვიხილოთ რომ იმიტომ არ აკეთებენ მეტგან მარტებებს რომ ხო შენი პარტნიორი ქვეყანაა და შეიძლება მოითხოვა რა პირდაპირ. მოდით ესე ვთქვათ ამ პარტნიორობამ შეწირვა. მესმის. აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენთვის. დიახ. თურქეთის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, იქაც რაღაც ესეთები ხდება. ო, მე აქ თურქეთთან მიმართებაში შეიძლება რაღაცები გადაცემის საფრთხის წინაშე დავკეთე. მაგრამ ყველაზე დიდი პარტნიორი არის შენი საკუთარი ქვეყანა რა. და საკუთარი ქვეყანას უნდა გააჩნდეს ღირსება პირველ რიგში. მე ვთქვი და ეხაც ვიმეორებ, ეს არ არის ტერიტორია, ვისაც როგორ უნდა, რასაც უნდა იმას აკეთებს რა. თუ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები იყო ჩართული ამ პროცესში, ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა ჩვენს ურთიერთობებზე. მარტო ის კი არ არის, რომ იმან ვიღაცამ დანაშაული ჩაედინა სხვის ტერიტორიაზე, განახორციელა რაღაცა მოქმედებები და ნუ არ ვიცი ახლა ამას იურიდიულ შეფასება ხა შორს აგვიყვანს, მაგრამ ქვეყნის ურთიერთობები დააყენა, კითხე ხარ, ჩვენ ხო რაღაცა უკვე ცუდად უყურებთ არა, ერთ რაღაცა ეჭვი გაჩნდა, გართულდა ურთიერთობები, ბევრი ისეთი რაღაცა ითქმება, რაც არ თქმულა და არც არის საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ რაღაცა ხალხია, ეს ასე მარტივი თემა არის. ეხლა საგარეო საკითხით რო შევხედო, ძალიან გვიფუჭდება და ეხლა ვინმე თუ მართლა მაინტერესებს რა კიდე შეკითხვა მაქვს. ვინმე ფიქრობს რომ ჩვენ ქვეყანას არ მიადგა ზიანი, არის ესეთი ამ დარბაზში, ახლა გულწრფელად თუ ამბობ, მართლა ვინმე ფიქრობს ჩვენი სტუმრებიდან რომ არ მიადგა ქვეყანას. ესე იგი წარმოუდგენელია. ახლა უფრო სერიოზულად რო ვთქვათ, სიტუაციაზე ვილაპარაკოთ, ჩვენ გვაქვს ძალიან როგორც ჩანს, ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემები. სისტემური პრობლემები რაში გამოიხატება? ქვეყანა არ იმართება ინსტიტუტებით რა. ეხლა ამას ჩვენ ხშირად ვიმეორებდით, მაგრამ ეს გვარწმუნებს მაგაში. რას ნიშნავს არ იმართება ინსტიტუტებით? ეს ნიშნავს რომ იმართება სხვანაირად რა. პარლამენტი გაურბის განხილვებს, მაშინ როდესაც მისი პირდაპირი მოვალეობა რომ ასე დროს გაერკვეს სიტუაციაში, იმიტომ რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებია, სტრატეგია, ის არის, უნდა გაერკვეს, არ აინტერესებთ. რატომ არ აინტერესებთ? იმიტომ რომ ნოტარიუსია ძირითადად და ესეთი პარლამენტი არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის რა, რომელიც სხვა მხრიდან ძირითადად იმართება, ვერ ბედავენ დეპუტატები, თქვან რომ იცი რა თქმა უნდა, ეხა ჩუგოშვილი როგორც ყოველთვის. თავრობის რეაქცია ნახეთ რა, როგორ არასერიოზულად გამოიყურებიან სამწუხაროდ რა, ჩვენი ჯერჯერობით მინდა იცით რა, აი
აი როგორც რაგბზე რო ვიყავი, ხო ყველა მეუბნება რაღაც რა კაია ეს რაგბი და აი ესე მაგ განცდა ეს გუცველად გეუბნები, მინდა რომ ამ მთავრობამ რაღაცა გააკეთოს რა, რომ აი არ მომწონს ეხლა რომ მე დგავა რა აქ და ესეთ რაღაცებს ვამბობ, გუცველად გეუბნებით რა. მინდა დავიჯერო რომ პრემიერ-მინისტრი აზზე არ იყო, ეს მირჩევნია, ვიდრე ვიფიქრო რომ მან ეს რაღაცნაირად ის ფიქრობთ, იყო აზზე, სხვა არა, მე გუცველად გეუბნებით, მე მგონია რომ არ იყო, არ იცოდა რა. ეხლა ბევრი ამას რო ვიძახი, მეუბნება, კაი რა, თუ ძმახარ, ეხლა სხვა ხალხი შემოვარდა და ამათ არ იცოდა. მე მინდა რომ დავიჯერო, მინდა რომ ეს სადღაც დაბალ დონეებზე გაკეთდა, თუ ესე გაკეთდა რა. რატო იცით? იმიტომ რომ კატასტროფაა რა. აღარ მინდა, რამდენი წელი გავიდა, აი დამოუკიდებლობა მივიღეთ, ხან წვერებიანები დარბოდით, ხან რაღაც ვამხობდით, ვანგრევდით. აღარ მინდა რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, არ მინდა რომ მთავრობაზე ვიფიქრო რომ ბანდიტები არიან, არ მინდა რომ ახლა გამახსენდა ბანდიტსკი პეტერბურგ ფილმია რა, ბანდიტები პეტერბურგში არ მინდა რა, თბილისი მინდა იყოს კარგი ქალაქი რა, სადაც სტუმართ მასპინძლობაც ვიცით, სადაც მთავრობას გავს რა, მართლა არ მინდა რა, ამას რომ ლაპარაკობ არ მინდა რა. მადლობა ლაშა, მოდით ბონდოსთან გადმოვალ შეკითხვით, თქვენ როგორ აფასებთ მომხდარს ბონდო? პირველი მე მინდა ყველას ვინც ამ თემაზე შემდეგ ნიკასთან და ირაკლისთან კითხვა და ნინო გოგუაძე ხაზია უკვე. გისმენთ? დიდი მადლობა ინგა სტუდიაში მოწვევისთვის, მივესალმებ მაყურებელს. უპირველესად მე მინდა ვინც ამ თემაზე საუბრობს, ვთხოვო, რა თქმა უნდა, არავითარ უფლება არ მაქვს შენიშვნა მივცე და რომ ხაზგასმა იმის რომ ეს მოხდა დღისით, მზისით.